აღმოჩნდა რომ ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები რომლებიც ჩვენი იურისდიქციის მიღმა არიან, სხვა ქვეყნების იურისდიქციაში შედიან და იქიდან გეგმავენ აგროვებენ ფულს ექსტრემიზმისთვის საქართველოში. ამას რა ქვია? ამას რა ღალატი ქვია? საერთოდ თქმა უნდა, ჩვენი ეჭვები გვაქვს. რა გავლენა აქვს იქაურ სპეცსამსახურებს აი ამ საქმიანობაზე? ეს კიდე ცალკე პრობლემა აღმოჩნდა, რაც ჩვენ ახლა დავინახეთ, რომ უცხო ქვეყნების ერთი არის უცხო ქვეყნების ჩარევა შიგნით NGO-ების და აქტივისტების დაფინანსებით და მეორეა როგორც ჩანს საკუთარ ქვეყანაში ჩვენ მოქალაქეებს იყენებენ და ამისი ეჭვი არის, ოდესაც ასე ღია ხდება შეგროვება თანხების, იყენებენ იმისთვის, რომ იქ უფრო თავისუფლად იმუშაონ, ვინაიდან ჩვენი იურისდიქციის მიღმა არიან და ყურადღებას ისე ვერ მიაქცევს ჩვენ უსაფრთხოების სისტემა, შეაგროვონ ფული, დაგეგმონ, დაორგანიზონ და ეხლა იყვება უკვე თვითონ იძლევიან ერთმანეთზე ჩვენებას, თურმე ამ ადამიანს კასკები უნდა ეყიდა, თურმე ამ ადამიანს რა ქვია, ცემსადენი გაზი უნდა ჩამოეტანა და თვითონვე ერთმანეთზე ჩვენებას აძლევენ, რომ ამ ადამიანს ყავდა დაორგანიზებული მებრძოლები ავღანეთის, უკრაინის თუ სხვადასხვა ომების გამოვლინი. ეს ადამიანი გერმანიაში იჯდა და ამას აორგანიზებდა. აი ეს არის კიდევ ახალი პრობლემა, რომელიც აღმოჩნდა ჩვენი მოქალაქეების გამოყენება სხვა იურისდიქციაში.